Გავზანდით ცოცხალ ღმერთს დიდება და მადლობა ჩვენ გუნდს ამ თაყვანისცემისთვის. მოდი შენს გვერდზე მჯდომ ადამიანს მიუბრუნდი და უხარი, კარგი არჩევანი გააკეთე დღეს. არჩევანი ყოველდღიური არის. ყოველთვის ვირჩევთ ჩვენ რაღაცას ჩვენ ცხოვრებაში. ყოველწუთს ჩვენ არჩევნის წინაშე ვდგევართ. და დიდი მნიშვნელობა აქვს შენი არჩევანი რამდენად სწორია. ამენ. თუ შენი არჩევანი სწორია, შენი ცხოვრება წარიმართება უკეთესად. ეს ის არის, რასაც დღეს შეუკვეთავ, ის იქნება ხვალ. რა არჩევანსაც გააკეთებ, ის შედეგები იქნება შენ ცხოვრებაში. ამენ. მოგესალმებით ყველას ღმერთის ოჯახში დღეს ამ ადგილზე და განდიდდეს უფლის სახელი. კარგი არჩევანი გააკეთე, რომ დღეს მოხვედი აქ. ანისას მივესალმები ბრუკლინიდან. წეგან რო გავიარე, მეთქი მომეჩვენ მივესალმოთ ანის ზურფასებო. ცოტა გვიან შევამჩნიე. დიდება უფალს ბრუკლინზე ხშირად ვლაპარაკობთ ხოლმე ჩვენ, ვლოცულობთ. ჩვენი ძმა გურამი და მაიკო ეხლაც იქ არიან. ანი ერთ-ერთი მორწმუნე არის ჩვენი, რომელიც იქ დადის ოჯახთან ერთად. უფალ ღმერთს დიდება და მადლობა. კიდევ მოგკითხები მინდა გადმოგცეთ პასტორ იურისგან. ვის შენობაშიც ვიკრიბებით. დამირეკა როცა ჩავიდა ძალიან აღფრთოვანებულია და მოგკითხები დამაბარა ყველასთან. ღმერთს დიდება ამ ადამიანისთვის, იმ ეკლესიისთვის, რომელიც გვერდში გიდგას ჩვენ. როგორ არ ვემადლიეროთ ღმერთს, როდესაც ღმერთს ყველა რესურსი გააჩნია ხშირად. როცა ჩვენ რაღაცას ვფიქრობთ, რაღაცის კეთება გვინდა. არ ვიცით როგორ, რანაირად, მაგრამ ღმერთს ყოველთვის აქვს გზები. ამენ. დიდებული არის ჩვენი უფალი. მინდა დღეს კვლავ გამკიცოთ დღეს და ერთი თქვენთვის ძალიან ნაცნობი ადგილი. ადრე მიქადაგია და რატომაც ამ დილით გულში ჩამედო, რომ ისევ ეს მუხლი წამეკითხა და ჩვენი იმედი კიდევ ერთხელ განვიმტკიცოთ. მინდა წავიკითხო იგავთა მე-18 თავის მე-10 მუხლი. და მოდი ყველამ ერთად ზურფასებო, ხმამაღლა წავიკითხოთ ეს ადგილი. უფლის სახელი. მოდი ყველამ თქვათ. მყარი კოშკია. მაშინ შერბის მართალი. და დაცულია. ჰალელუია. ცოცხალ ღმერთს დიდება მისი სახელისთვის. ეს მუხლი გველაპარაკება ჩვენ, რომ ღმერთის სახელი მყარი კოშკი არის. მყარი კოშკი, რომელშიც მართალი ადამიანი შერბის და ის დაცული არის. აი ამ ორ რამეს გვექნება დღეს ლაპარაკი ჩამოზრფასებო. ორი მნიშვნელოვანი შედარება არის გაკეთებული. უფლის სახელი და ძლიერი კოშკი. და ეს სიტყვები ჩვენ გვახსენებს კვლავ, რომ ღმერთი თავის ხალხს იცავს. მფარველობს და ვინც მასზე დაამყარებს იმედს, იგი იქნება დაცული. ამენ. რას ნიშნავს უფლის სახელი, როდესაც ვლაპარაკობთ, როგორ შეიძლება რომ უფლის სახელი ეს იყოს როგორც წერია, მყარი კოშკივით. ეს ორი შედარება არის. უფლის სახელი, მაგრამ უფლის სახელი შედარებული არის მყარ კოშკს. და ეს ორი ერთმანეთზე არის დამოკიდებული. რატომ არის მყარი კოშკი? იმიტომ რომ უფლის ყოველი სახელი გამოხატავს თავის მნიშვნელობას, თავის ხასიათს. ანუ ღმერთის ხასიათს, ღმერთის ბუნებას, ღმერთის ძალაუფლების რომელიღაც ნაწილს, რომელიც უბრალოდ სახსენებლად კი არ არის. ჩვენ ხშირად ვმღერი ვართ და საკალობელში არის ღმერთის სახელები, რომელსაც ვიმეორებთ მელოდიაში, მუსიკაში, მაგრამ მინდა დღევანდელ დღეს ჩაუფიქრდეთ, შემოზრფასებო,
რომ რაც კი არის დაწერილი და ღმერთის სახელზე, რაც კი არის ბიბლიაში, ყველაფერში თავისი მნიშვნელობა არის შადებული. უბრალოდ სახელი არ არის, არის არაფრის მთქმელი სახელები, მაგრამ ყოველი სახელის მიღმა ებრაელები, როდესაც არქმევდნენ სახელს და რაღაცას სახელს უწოდებდნენ, ყველაფრის მიღმა ისინი რაღაც აზრს დებდნენ. ასე არის ღმერთთან მიმართებაშიც. ოღონდ ებრაელებს კი არ დაურქმევიათ ღმერთისთვის სახელები, თვითონ ღმერთი თავის თავს ებრაელებს უცხადებდა სხვადასხვა დროს, სხვადასხვა სიტუაციაში, სხვადასხვა სახელწოდებით. რას ნიშნავს უფლის სახელი? ეს არის როგორც უკვე თქვით ჩვენ, უფლის ბუნების, ხასიათის, ძალის გამოხატულების რაღაც მდგომარეობა. უფლის სახელი ზურფასებო არის ასეთი სახელები იაჰვე ირე დაბადების 22-14-ში, სადაც უფალი გვეცხადება ჩვენ და უბრალოდ ეცხადებოდა აბრაამს და დღეს იგივე შეიძლება ჩვენს გამოუყენოთ, როცა აბრაამმა თქვა უფალი გამოაჩენს. იაჰვე ირე უფალი გამოაჩენს. რამდენჯერ გვითქვია ჩვენ საჭიროებაში უფალი გამოაჩენს? რამდენჯერ ყოფილა ჩვენ ცხოვრებაში რომ რაღაც გვაკლია და ჩვენ გვთქვია უფალი გაითვალისწინებს. უფალი რომელიც არის უზრუნველყოფელი. უფალი რომელიც გვეცხადება ჩვენ და გვეუბნება რომ ჩვენი საზრუნავი მასზე დავდოთ. და ჩვენ ხშირად გვთქვია უფალი გამოაჩენს. ასევე ზურფასებობა გამოსვლის მე-15 თავში ებრაულად იაჰვე რაფე, მაგრამ ეს ნიშნავს რომ ღმერთი მკურნალია. ღმერთი რომელიც კურნავს ყოველგვარ ავადმყოფობას. ღმერთი ზურფასებო ჩვენი დაქირავებული ექიმი არ არის. მაგრამ წმინდა წერილი ჩვენ გველაპარაკება თუ კი ჩვენ ღმერთზე დაიმედოვნებული ვიქნებით ავადმყოფობის პერიოდში. თუ კი დღევანდელ დღეს რაიმე სიტუაციაში იმყოფება ადამიანი და ექიმსაც კი არაფრის გაკეთება არ ძალუძს. ღმერთია შენი მკურნალი. შემდეგი რაც მინდა გითხრათ ასევე არის იაჰვე ნისი. ღმერთი ჩვენი ალამია, ჩვენი დროშაა. ეს არის გამარჯვების სიმბოლო და ღმერთი თავის შვილებს პირდება რომ ყოველი განსასწრების ჟამს რაც არ უნდა იყოს ჩვენ ცხოვრებაში ჩვენ ყოველთვის ვახსენოთ და ვაღიაროთ და ვთქვათ ღმერთი ჩვენი ალამია. ღმერთი ჩვენი გამარჯვებაა. ალმის აღმართვა გამარჯვების ნიშანი არის. და უფალი ჩვენ გვეუბნება რომ ჩვენ ყოველი ჩვენთაგანი იესო ქრისტეში გამარჯვებულები ვართ. იესომ თქვა მე გავიმარჯვე. იესომ თქვა მე ავიღებ მთელი ძალაუფლება ზესაში ქვეყანაზე. და ამ ძალაუფლებას აძლევს ეკლესიას. ამ ძალაუფლებას აძლევს ყოველ ადამიანს თავის ცხოვრებაში რომ გამოიყენოს უფლის სახელი, რომელიც გამარჯვების სიმბოლო არის. ასევე არის ერთი სახელი იაჰვე შალომ, რომელიც ნიშნავს რომ ღმერთი მშვიდობაა. ღმერთს მშვიდობა მოაქვს ადამიანის გულში. ბიბლია გველაპარაკება ჩვენ ღმერთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება. ის უნდა მართლობდეს ჩვენს გულს, ის უნდა მეფობდეს ჩვენს გულში, იმიტომ რომ ის შეინახავს ჩვენს ფიქრებს და ჩვენს აზრებს სიწმინდეში და ჭეშმარიტებაში უფალი იესო ქრისტეში. როდესაც ჩვენ ზურფასებო ვკითხულობთ აი ამ იგავში, ამ მუხში, რომ უფლის სახელი ეს ძლიერი კოშკი არის, ეს ნიშნავს რომ ღმერთის ხასიათი და ეს თვისებები, რომელიც ჩამოუთვალეთ ჩვენ, ეს არის ჩვენი დაცვის წყარო. ცხოვრებაში ჩვენ ხვდება მრავალი სირთულე, საჭიროებები, ადამიანებს ცხოვრებაში ყოველდღიურობაში აქვთ საჭიროებები. ვინ და მე ალბათ ყველაზე კარგად ვიცი, იმიტომ რომ ბევრ ადამიანთან მიწევს საუბარი. თუ რა პრობლემები შეიძლება გქონდეთ მათ, თუ რითი მოდიან, რას გადიან და მე მინდა გითხრათ რომ და ყველა ვიცით ეს რომ ცხოვრება მთლად ისეთი იოლი არ არის, როგორც ხანდახან წარმოგვიდგენენ ხოლმე. ცხოვრება გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე ადამიანებს გონიათ ხშირად. ისეთ რა არის? მე ჩემს სირთულეს ხედავ ხშირად ცხოვრებაში, მაგრამ მე შენ სირთულეს ვერ ხედავ, შენ სხვის სირთულეს ვერ ხედავ. და შენ გონია ხშირად რომ ასეთი რამ რაც მოხდა შენ ცხოვრებაში, მხოლოდ შენ გადიხარ ამას, მაგრამ
შეიძლება აღმოაჩინო რომ შენზე უფრო მეც გადიან სხვა ადამიანები. ვიღაც შენზე ნაკლებს გადის, ვიღაც მეც გადის, მაგრამ ყველას თავისი გასავლელი აქვს აი ამ ცხოვრებაში. და ყველა ადამიანს თავისებური რამ ხვდება ცხოვრებაში. შეიძლება ეს იყოს მატერიალური გაჭირვება, შეიძლება ეს იყოს უმუშევრობა, შეიძლება ეს იყოს რფასებო ცოდვასთან ბრძოლა და ვერ უმკლავდება რომელიღაც ცოდვას, შეიძლება ეს იყოს რფასებო ავადმყოფობა, ან სხვადასხვა პრობლემები, აფორიაქება, დეპრესია, უამრავი რამ ხვდება ადამიანს ცხოვრებისეულ გზაზე. და ყველაფრისთვის ბიბლიაში არის ღვთის სახელი, რომელსაც უნდა მოუხმოთ ჩვენ იმ გაჭირვების ჟამს. თუ კი რაიმე გაკლია ცხოვრებაში და რაიმე საჭიროებას განიცდი, ბიბლია ამბობს, რომ უპირველეს ყოვლისა იფიქრე ღმერთის სამეფოზე, მის სიმართლეზე, ყველაფერი შეგემატება შენ. ამ დროს ახსენე ღმერთის სახელი, რომელიც უზრუნველმყოფელი არის, რომელიც გამოაჩენს, რომელიც ითვალისწინებს, ნუ ჩავარდები უიმედობაში, მაგრამ ახსენე ღვთის სახელი, დადე მასზე იმედი და უბრალოდ ცარიელი აღიარება კი არა, შერბის მართალი. მოქმედება ჭირდება ამას, რწმენა ჭირდება ამას, მიმართვა ჭირდება ამას, ლოცვა ჭირდება ამას, რომ ღმერთის წინაშე მართლა იმედიანად მოგქონდეს შენი საჭიროებები. თუ შენ ცხოვრებაში ძრუფასებო, მოულოდნელად ხანდახან ისეთ რა არის, რომ ადამიანები როცა მოდიან ჩემთან, ხშირად არის ხოლმე რომ აი მეხის გავარდნასავით, აი მოწმენდილ ცაზე რომ მეხი გავარდება. ხო რაღაცნაირი მოვლენა არის ამ დროს. როცა არ ელოდება ადამიანი და გავარდა მეხი, როცა ღრუბლიანი ამინდი არის, კიდევ ელოდები, მაგრამ ხანდახან მოწმენდილ ცაზე როგორც მეხი გავარდება, ისი ადამიანის ცხოვრებაში ხდება რაღაც. აღმოაჩინა აქამდე რომ ჯანმრთელი ეგონა თავი, როცა მივიდა ექიმთან გამოკვლევაზე აღმოჩნდა რომ ან სიმსივნე აქვს, ან რაღაცა სხვა პრობლემა აქვს. და მე სვენი ადამიანს უთქვია, არ მეგონა თუ ეს მე ჩემს ცხოვრებაში მოხდებოდა, არ მეგონა რომ ეს ჩემ თავს გადაივლიდა, მაგრამ ჩემო ძრფასებო ეს დასასრული არ არის. ეს განაჩენი არ არის, იმიტომ რომ ჩვენ ყავს ღმერთი მკურნალი. ეს არ არის დასასრული, ეს არ არის ის რაზეც შენ უნდა წაიბორძიკო, ეს არ არის ის რამას უნდა დაგცეს შენ, იმიტომ რომ ბიბლია ჩვენ გველაპარაკება და გვეუბნება რომ ღმერთი მკურნალია. ჰალელუია, ცოცხალ ღმერთს დიდება, რომ ღმერთი მკურნალია და ეს არ არის ზურფასებო უბრალოდ ლეგენდა ზღაპარი, მაგრამ ბიბლია გველაპარაკება რომ იესო ქრისტეს ჭრილობები ჩვენ განკურნებულები ვართ. რატომ უჭირთ ადამიანებს ამის დაჯერება, იცით? ერთხელ ილოცა და არაფერი არ მოხდა. ეკლესიაში მოიტანა თხოვნა, ილოცეს და არაფერი არ მოხდა. ან ვიღაცის მაგალითზე მსჯელოს და მინდა გითხრათ, შემოძრფასებო ერთი რამე ვისწავლე ცხოვრებაში. ყველა ადამიანს თავისი გასავლელი გზა აქვს. შეიძლება ბევრი ადამიანი მინახია ცხოვრებაში. ყველას თავისი გამოცდილება ქონია. შეიძლება ყველამ თავისი გასავლელი გაიარა. მე მინახია განკურნებული ადამიანები, მინახია გარდაცვლილი ადამიანები ამ ავადმყოფობებით, მაგრამ როდესაც ჯერი მიდგება საკუთარ გამოცდილებაზე და როდესაც მე მქონდა ასეთი მომენტი, როცა მჭირდებოდა განკურნება, რა თქმა უნდა დაგეთანხმებით ლაპარაკი უფრო ადვილია. აქედან რომ თქვენ შეგაგონოთ ღმერთის სიტყვა უფრო ადვილია. მესმის ეს მე, მაგრამ როდესაც პირისპირ შევეჯახე, ცოტა რთული იყო, მაგრამ რასაც აქედან ვლაპარაკობ, რასაც ამ წუთში გელაპარაკებით ეს პრინციპები გამოვიყენე მე ჩემს პირად ლოცვაში, დავდექი მუხლებზე და უთხარი უფალო, შენ მკურნალი ხარ. იმიტომ რომ ღმერთის სახელია ერთ-ერთი ღმერთი მკურნალია. ვევედრებოდი უფალს და ვეუბნებოდი უფალო, შენ ახარ ჩემი მკურნალი. შენ ახარ ღმერთი, რომელსაც ზალგიც განკურდება ჩემი. დიახ, ფიქრები 1000 მოდის იმ დროს. ამ დროს მეორე ძალა ჩაქჩურჩულებს. მოკვდები, მოინანიე, წარსგები უფლის წინაშე. მაგრამ ეს იმას კი არ გმატებს, რომ შენ რწმენა მიიღო. შეიძლება ერთი შეხედვით ვთქვათ და მე ფიქრა იმ პერიოდში, რომ ჩვენი ბოლო მიზანი ხომ ეს არის. ყველა წავალთ ამ ქვეყნიდან. ყველა წავსგებით ღმერთის წინაშე და ყოველი მორწმუნის ოცნება არის რომ იხილოს უფალი, მისი დიდება, მისი მადლი. მაგრამ ისიც არსებობს კანონზომიერება ამ ქვეყანაზე, რომელიც ხშირად დარღვეული არის
Ამდენი ხანი უნდა იცოცხლოს ადამიანმა. Რამდენი წელი უნდა იცოცხლო? საშუალოდ განსაზღვრული შეიძლება თქვა 70-80 წელია, მაგრამ ეს არაფერი არ არის ღმერთი იმის იქითაც აკურთხებს ადამიანს, მაგრამ როდესაც დროზე ადრე ხდება ეს, მე მაგალითად ამ საკითხს ასე ვერ დავეთანხმებოდი და როცა ვიფიქრე ამ ლოცვაში როცა ვლოცულობდი, ამ დროს სულიწმინდამ სხვა ფიქრები მოიტანა, სულიწმინდამ სხვა აზრი მოიტანა. გამახსენდა რაც უთქვია ღმერთს მსახურების შესახებ, გამახსენა ღმერთს რაც უთქვია მომავალი ხედვების შესახებ, მსახურებების შესახებ და ჩემთვის თქვი აბა ეს რაღა არის. და მე მივხვდი, უფალს არ ჭირდებოდა იმ ეტაპზე ჩემი სიკვდილი, ჩემი ამ ქვეყნიდან წასვლა და მე დავდექი და თქვი იესო შენ ახარ მკურნალი. ღმერთო შენ მკურნალი ხარ. ეს იყო ჩემი შერბენა იმ კოშკში, სადაც უფლის სახელია, რომელიც ძლიერი კოშკი იყო. და უფალმა მომცა სრული განკურნება, ცოცხალ ღმერთს დიდება და მადლობა. მე დღეს თქვენ წინაშე ვდგევარ და ამას არ ვიცი ახლა ციფრებს წლებს ზუსტად ვერ მახსოვრებ, მაგრამ ალბათ მინიმუმ 18 წელი არის გასული ამ შემთხვევიდან. და ღმერთს ვმადლობ რომ შემიძლია დღეს სიარული, შემიძლია დღეს ქადაგება, შემიძლია დღეს ვიარო ძვირფასება და ღმერთის სამეფო გავაფართოვო, ღმერთის სამეფოსთვის ვიშრომო, რაღაც ვაკეთო. და იცით რატომ? იმიტომ რომ ჩემი ღმერთი სოცხალია. იმიტომ რომ ჩემი ღმერთი მკურნალი ღმერთია. ჩემი ღმერთი არ მიმატოვებს და ჩვენი ღმერთი არ არის ის ღმერთი, რომელიც სიტყვას ამბობს და არ ასრულებს, თავარია შენ უნდა ირწმუნო ამისი. მე არ მაინტერესებს ამ ქვეყანაზე ვინ როგორ წავიდა ამ ქვეყნიდან, როგორ არ მაინტერესებს, მაგრამ მე გეუბნებით რომ მე გამოცდილებას იქიდან არ ავიღებ. დიახ, შეიძლება კითხვები გვებადება, რატომ გარდაიცვალა ის ადამიანი, მაგრამ იცით რას ამბობს ბიბლია, დაფარული ღმერთს ეკუთვნის. ხოლო გაცხადებული რაც არის ჩვენ და ჩვენ შთაომავლობას, ხოლო გაცხადებული ის არის ამ საკითხში, რომ უფალი ამბობს, რომ ქრისტეში რლობები ჩვენ განკურნებულები ვართ. 10,000-ით რომ დაეცეს შენს გვერდით ავადმყოფობით და გარდაიცვალონ, შენ მაინც ეს სიტყვა უნდა აღიარო, რომ იესო ქრისტეში რლობებით განკურნებული ხარ. შენ მაინც ღმერთის სიტყვა უნდა აღიარო, იმას რასაც ღმერთი ამბობს. თუ ღმერთის სახელში განკურნება, თუ ღმერთი მკურნალია, მაშინ ჩვენ უნდა ჩავეჭიდოთ იმ აღთქმებს, რომელი აღთქმების უფალმა მოგცა წმინდა წერილში. აღთქმები მარტო წასაკითხად არ არის. აღთქმები მარტო აღიარებისთვის არ არის. ბორწმუნეს გვჩვევია ხანდახან რომ რომელიმე აღთქმას ავიღებთ და ვიმეორებთ ძვირფასებო, მაგრამ თუ თიყუში რომ იმეორებს რაღაცა სიტყვას, ეს იმას არ ნიშნავს რომ ადამიანი ვით ლაპარაკი ისწავლა მან. ის იმეორებს. ჩვენ მარტო კი არ უნდა ვიმეორებდეთ აღთქმებს, ჩვენ ამ აღთქმების უნდა გვჯეროდეს, რომ ეს აღთქმა გამოვიდა ღმერთის, ცოცხალი ღმერთის ბაგიდან, რომ ეს არ დაწერილა უბრალოდ რომელიმე ადამიანის მიერ, მაგრამ ცოცხალმა ღმერთმა თავისი ბაგიდან გამოუშვა სიტყვა და იმ სიტყვაში წერია, თუ აღასრულებ ჩემ ნებას, კურთხეული იქნები შენ. კურთხეული იქნები სოფლად, კურთხეული იქნები ქალაქად, კურთხეული იქნება შენი საქონელი, შენი საქონლის მუცლის ნაყოფი, კურთხეული იქნება შენი მუცლის ნაყოფი. იცით იქ აღთქმები ბევრია. მაგრამ ჩვენ უბრალოდ კი არ ვიმეორებთ ამას, ჩვენ გვჯერა ამ აღთქმების, ჩვენ გვწამს ამ აღთქმების, ამენ. ძლიერი კოშკია ღმერთის სახელი და შენი საჭიროების მიხედვით ძვირფასებო. შენ შეგიძლია აიღო, დადგე ღვთის წინაშე და უთხრა, რომ ღმერთი შენი უზრუნველყოფელი არის. ღმერთი დამაკმაყოფილებელია შენი, ღმერთი მშვიდობაა შენი, ღმერთი მკურნალი არის შენი. ჰალელუია. დეპრესია ხო ამ საუკუნის რაღაცა შავი ჭირივით გახდა. ყოველი მეორე ადამიანი, მე არ ვიცი ზურფასება. მე მინდა ადამიანებს გითხრათ უბრალოდ რომ დეპრესიული მდგომარეობა შეეკითხები ადამიანებს დეპრესიაში ვარ. მე უბრალოდ ერთი რამ ნუ გეშინიათ ამ სიტყვის. ბიბლიას რო ვკითხულობ, დავითის დეპრესიაში იყო ერთ დროს. ბიბლიას რო ვკითხულობ, ზურფასება, ბევრ ღმერთის ადამიანს ხედავ, წეღარანც იყო, საგალობელში იყო, თუ ძმაგიამ თქვა აღარ მახსოვს რომ
გაჟღერებული იყო ყოველ შემთხვევაში დავითი როცა ამბობს რას დამკვირვეს ხარ სულო ჩემო დეპრესია რა არის დავითი დეპრესიაში იყო მოდით თანამედროვე ვთქვათ თავისი სული დაკვინესოდა კიდეც მას მე მგონი როცა საკუთარ თავს დასწირი და საკუთარი სული დაკვინესი შენ ეს არის დეპრესია აბა სხვა რა არის სიმშვიდე არა გაქვს ამ დროს გეშინიო ყველაფრის და ამ დროს დავითი ამბობს რას დამკვირვესი ხარ სულო ჩემო მე კვლავ უფალს ვადიდებ შემოუძახე შენ თავს შედი უფლის სახში შედი უფლის სახელში მის სახელში დაიმკვიდრე შენ გადარჩენა და ხსნა მაგრამ ისეთ რა არის ღმერთის ხალხისთვის ბიბლიაში გვყავს მოყვანილი დეპრესია ეს განაჩენი არ იყო ისინი ღმერთთან აგვარებდნენ ურთიერთობას ღმერთს უახლოვდებოდნენ ღმერთზე დებდნენ იმედს და ქრებოდა მათი გულიდან შიში აბორიაქება ქრებოდა ყველაფერი ის რაც ტანჯავდა მათ იმიტომ რომ ჩვენი ღმერთი მშვიდობის ღმერთი არის ამენ იაჰვე შალომ ღმერთი მშვიდობა ძვირფასება და პასტორმა იურიმ კარგად ახსნა როდესაც სიტყვა შალობის მნიშვნელობა გითხრა თავის სიტყვაში რომ ეს უფრო ღრმა და მრავლის მთქმელი სიტყვა ვიდრე უბრალოდ მშვიდობა შენთან ეს მოიცავს ადამიანის მთლიან არსებას შინაგან ზურფასება ღმერთს დიდება და მადლობა და ღმერთის მშვიდობა მოვიდეს ყოველ ჩვენთაგან ის გულში და ცხოვრებაში ამენ შეგიძლია შენ გვერდიჯდომ ადამიანს უთხრა იაჰვე შალომ ღმერთი მშვიდობა უსურვო მშვიდობა ღმერთის მშვიდობა იყოს ყოველი ჩვენთაგან ის გულში ყოველი ჩვენთაგან ის ცხოვრებაში ყოველი ჩვენთაგან ის ირგვლივ მისმა მშვიდობა მოიცვას ჩვენი აზრები ჩვენი ფიქრები ჩვენი გულები მთლიანად ჩვენი არსება რომ ვიაროთ ღმერთის სიმშვიდეში ამენ ჰალელუია ღმერთის სიმშვიდეში არ არის სიზულველი მის სიმშვიდეში არ არის ზურფასება აფორიაქება იქ პატიება იქ სიყვარულია იქ სიმშვიდე არის იქ დალაგებულია შენი შინაგანი მდგომარეობა არ არის იქ აფორიაქება იმიტომ რომ ღმერთის მშვიდობაა შენს გულში ჰალელუია ცოცხალებს დიდება ამისთვის როდესაც ჩვენ ვეყრდნობით ზურფასება უფლის სახელს რომელიც ძლიერი კოშკი არის რომელიც ზურფასება გამოხატავს ღმერთის ხასიათს მის თვისებებს უნდა გვესმოდეს ჩვენი დაცვის წყარო არის და როცა ვეყრდნობით ჩვენ მას როცა ჩვენ მასზე გვაქვს იმედი როცა ჩვენ ვიცით რომ ჩვენი ღმერთი მშვიდობის ღმერთია როცა ვიცით რომ ჩვენი ღმერთი მკვდარი ღმერთია როცა ვიცით რომ ჩვენი ღმერთი დამაკმაყოფილებელი ღმერთია უზრუნველყოფილი ღმერთია რომელიც გვპირდება რომ არ მიგვატოვებს ეს ჩვენი გაძლიერების წყარო არის ეს იმედის წყაროა და როცა ვეყრდნობით მას ზურფასებო ჩვენ ვიღებთ ღმერთისგან ძალას სიმამაცეს რწმენას გაბედულებას განკურნებას მშვიდობას ეს არის ჩვენი ღმერთი ცოცხალი ღმერთი და მარადიული ღმერთი ამენ მოდი ყველამ ერთად ვთქვა დიდება ამ ღმერთს დიდება იესო ქრისტეს დიდება სულიწმინდას დიამ წმინდა სამების მადლი მოვიდეს ყოველი ჩვენთაგანის ცხოვრებაში მოიტანოს განკურნება სულიერი მშვენიერი მოიტანოს ზურფასებო სიმშვიდე დაკმაყოფილება ჩვენი ყოველდღიური საჭიროებებისა განაშოროს აფორიაქება ჰალელუია რომ ჩვენ ვიყოთ მომართული ჯარისკაცები იმიტომ რომ ჩვენ გველოდება ზურფასებო ახალი მინდვრები ახალი მინდორი გასავლელი შენ მინდა ყოველ ადამიანს გითხრა ვინც აი ამ დარბაზში ზის შეიძლება შენი თავი გონია სუსტი მორწმუნე შეიძლება შენ თავს არაფრად არ ათვლი მაგრამ ღმერთს აქვს შენთვის საშრომი მინდორი შენს გარშემო ღმერთს უნდა რომ შენ გამოგიყენოს თავის მინდა საქმეში ღმერთს უნდა რომ შენ კურთხევა იყო რომელიღაც ადამიანისთვის კურთხევა ადამიანისთვის ჰალელუია ღმერთს დიდება ჩვენ იმისთვის არა ვართ მორწმუნეები მარტო კვირაობით ვიკრიბებოდეთ აქ ჩვენ მარტო იმიტომ არა ვართ მორწმუნეები რომ ჩვენ საკუთარ სულიერ მდგომარეობაზე ვზრუნავდეთ მაგრამ ჩვენ მოწოდებულები ვართ რომ ჩვენ კურთხევა ვიყოთ სხვა ადამიანებისთვის ჩემი ცხოვრების აზრს და მსახურების აზრს ვერ ხედავ მე იმაში მარტო ჩემთვის ვიყო მორწმუნე დავждე წავიკითხო დილით ბიბლია და სახარება მთელი დღე თავს გაუფრთხილდე საღამოთი ისევ
დავდგე ღმერთის წინაშე ვილოცო დავიზინო და ყოველდღიური ცხოვრება ასეთ ურთიერთობაში გავატარო ღმერთთან. დიახ, ეს უნდა იყოს. მაგრამ ამისთვის არა ვართ მოწოდებულები მარტო. მოწოდებული ვართ რომ ვიყოთ სხვებისთვის კურთხევა. ამინ. ჰალელუია. გაიხსენე ვინ გიქადა გასახარება. შეგიძლიათ გაიხსენოთ. ალბათ არ დაგავიწყდებათ. ვინ გიქადა გასახარება? ის ადამიანი კურთხევა იყო შენთვის. მოდი მოკლედ ვთქვათ. ის ადამიანი კურთხევა იყო შენთვის. შეიძლება არ იყო ისეთი ძლიერი მორწმუნე. შეიძლება დღეს შენ უფრო მეტი ისი ვიდრე იმან ვინც გიქადაგა შენ. მე მინახია მსახურები და უთქვია მე აი ამ ადამიანის სიტყვით მოვედი რწმენაში და შედარება რო გამიკეთებია სულიერი დონეს გაცილებით გაზრდილია ცოდნაშიც ყველაფერშიც, მაგრამ ის ადამიანი იყო მისთვის კურთხევა. იმიტომ რომ ის ადამიანი არ ჩაიკეტა მარტო იმაში რომ მორწმუნე ყოფილიყო, არ ჩაიკეტა მარტო იმაში რომ ჩუმადევლო კრებებზე. როცა დედაჩემს უქადაგეს სახარება, ბევრმა იცით ეს, ისეთმა ადამიანმა უქადაგა ეკლესიაში არ დადიოდა. მისი ქმარი დადიოდა ეკლესიაში. მისი ქმარი ისეთი მორწმუნე იყო, რომ მით უმეტეს კომუნისტების დროს ხო ისეთ ახლა უფრო მეტი ზეწოლა იყო, სექტანტები შევიწროება დევნა, თავს არ იტკიებდა, თვითონ დადიოდა წყნარად, სიამოვნებდა ეკლესიაში ყოფნა და ჩვენ არ ვიცოდით რომ მორწმუნე იყო. და საერთოდ მორწმუნე რა იყო ისიც კი არ ვიცოდით ბოლომდე. და როცა ის ქალი ელაპარაკა დედაჩემს რომ ბრმა მამაჩემი რომელიც დაბრმავდა იმ პერიოდში რომელსაც ვეღარც ექიმები შველოდნენ, ალბათ დღევანდელი მედიცინა რო ყოფილიყო განვითარებული, ასე შეიძლება ეს პრობლემაც არ ქონოდა. ოპერაციების შედეგად საერთოდ დაკარგა მხედველობა. დღეს ვერფასებო მედიცინა გაცილებით წინ არის და დღეს რო ვაკვირდები ხოლმე და ვადარებ იმ მდგომარეობას როგორც სადა ბიცა ასია განვითარებული, შეიძლება არც დაბრმავებულიყო. მაგრამ როცა ეს შემთხვევა და შველა არ საიდან არ იყო, ეს ქალი გამოიყენა უფალმა. ამ ქალს სულაც არ მორიდებია რომ ეთქვა რომ ასეთი მორწმუნეები არსებობენ. ის ქალი უნდა უნდათ მახსოვს მე ბავშვობიდან, მაგრამ როცა კი ამას ვიხსენებ ჩემს გულში სითბო და სიყვარულია მის მიმართ, იმიტომ რომ მან მოიტანა ხსნის სიტყვა ჩემ ოჯახში. დედაჩემი და მამაჩემი მივიდნენ საკრებულოში, ავჭალის სარდაფში იტარდებოდა კრებები, ეკლესიამ გულთან ახლოს მიიტანა ჩემი ოჯახის გაჭირვება. ეკლესიამ გულთან ახლოს მიიტანა რომ ადამიანი ახალგაზრდა დაბრმავებული იყო მაშინ და ლოცულობდა ეკლესია და ღმერთმა სასწაული მოახდინა, თვალი აუხილა მამაჩემს. ბევრს გახსოვთ არა? ისიც კი მახსოვს, სადიჯდნენ ხოლმე სამი მოხუცი ერთად, თია ხიდიშელის მამა, კიდე ერთი ქალბატონი იჯდა ხოლმე ირაკლის დედა, მამაჩები ერთად ისხდნენ ხოლმე აქ. თან ერთმანეთს ასწრებდნენ ხოლმე, ვინ პირველი მივიდოდა კრებაზე. ჩვენთან მოდიოდა ხოლმე მამაჩემი და დილით ადრე ადგებოდა, ჩაისმევდა და ჩქარა მეუნებოდა, ჩქარა, არ მოდი ხარ? მეუნები, მე უნდა ვიქადაგო დღესა და შენსაც გეჩქარება ჩემს ზიადე რომ მიდიხარ. მაგრამ თურმე ეს მოხუცები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვის პირველი მოვამერე, დაგვიანურს ეხო და გასარი მოსვლა. უყვარდათ ეკლესია, ვერ ძიდება ძვირფასებო. მაგრამ ისიც ამ ყველაფრის რას სასიამოვნოდ გასახსენებელიც მაქვს. იყო ადამიანი, რომელიც კურთხევა აღმოჩნდა ჩემი ოჯახისთვის. და იყვნენ ადამიანები ეკლესიაში, ვინც ლოცულობდა და ისინი აღმოჩნდნენ კურთხევა ჩემი ოჯახისთვის. ღმერთმა სასწაული გააკეთა, ღმერთმა თვალები აუხილა. და ყველა წიგნი ეკლესიაში წაკითხული აქვს მამაჩემს, რაც კი გამოშვებულია. დათოს მიადგებოდა ხოლმე. ზებისაშვეს ახალი არაფერია, მე არა მაგის წიგნები წაკითხული ბოლომდე. ყველაფერს კითხულობდა. თარაგვარი მზნობი არა იყო, თუ პატარა გადახვევას აღმოაჩენდა. დამიჯდებოდა ხოლმე და ნიუჟელიას მართალია ახლა ესე იცოდა ხოლმე. რა მეთქი ვეუბნებოდი. აი ეს აქ რო წერიაო, ესია გადავავლევდი თვალს და იყო ხოლმე ახლა ადამიანის ნააზრები არის, ხო?
აღმოვაჩენდი ხოლმე, კარგი თეოლოგიით მაშინ მიხვდებოდა ხოლმე, ის მზნობიარე იყო. ღმერთს დიდება და მადლობა. ეს იმის გამო, რომ თავის დროზე ღმერთის სახელი ძლიერი კოშკი იყო და იქ პოვა თავშესაფარი ჩემმა ოჯახმა. და მე უღმერთო, რომელსაც არ ამჯეროდა ეს ყველაფერი, როცა ეს ყველაფერი დავინახე, მაშინ თქვი, ეს კომუნისტები ჩვენ რაღაცას გვატყუებენ, თურმე ღმერთი არსებობს. და ღმერთმა გამკურნა მამა ჩემი. ჰალელუია, ღმერთს დიდება და მადლობა. ის სოცხალი ღმერთია, ის ძლიერი კოშკია, მისი სახელი და მისი სახელი ავანტყოფი ადამიანისთვის მკურნალია. თუ დღეს ვინმე იტანჯები თქვენი ავანტყოფობით, მოდი უბრალოდ უბრალოდ გულით მიენდე ღმერთს და თქვი, უფალო, მე არ მინდა დღეს აქედან წავიდე ჩემი ავანტყოფობით. მოდი რეალურად შეხედეთ, თუ ღმერთი მკურნალი არის. ეხლა რასაც გიყვებით? ეს ყველაფერი თვალით ნანახი აქვთ ეკლესიაში ვინც დადიან ადამიანებს, პირადად იცნობდნენ მამაჩემს. ჩემ უზრფასოს მოვადადებო. ეს ძალიან უბრალო რაღაც არის. მოდი უბრალოდ გავისუფალი გულით შენ თავს კითხვა დაუსვი, თუ დღეს რომელიმე თქვენთაგანი რომელიმე ავანტყოფობით იტანჯებით, ჯერ შვება არ არის. სრულიად შესაძლებელია შენ აქედან დღეს ახვიდე ჯანმრთელი. იმიტომ რომ ღმერთის სახელი, ერთ-ერთი სახელი ამ სიტუაციაში არის ღმერთი მკურნალი. ჰალელუია, ცოცხალ ღმერთს დიდება. მოდი გაიმეოროთ, ღმერთი მკურნალი. ჰალელუია, ცოცხალ ღმერთს დიდება. ამიტომ მოდი შენ თავს დაუსვი უბრალოდ ეს საკითხი, მე არ მინდა ღმერთო დღეს აქედან წავიდე ისევ ჩემ ავანტყოფობაში. შეიძლება მწუჩი არ გაწუხებს. მაგრამ თუ შენ დღეს რწმენი დადგები და მიიღებ ამ სიტყვას, რომ ღმერთი მკურნალია, წადი და ხელმეორედ ჩაიტარე ანალიზები. და შენ დაინახავ, რომ შენ აღარ გაქვს ის, რასაც აქამდე გეუბნებოდნენ. იმიტომ რომ ღმერთი მკურნალია. ღმერთი მკურნალია. ღმერთი არ რეგულირებს ზურფასებო წნევას, არ რეგულირებს შაქარს. ყველაფერს აბსოლუტურად ზურფასებო. ღმერთი კურნავს გულს, ღმერთი კურნავს სიზდარღვევს, ყველაფერს კურნავს ღმერთი, იმიტომ რომ ის კურნალია. ამიტომ შეგიძლია აი ამ ქადაგების პერიოდში სულაც არ არის საჭირო სპეციალური ლოცვა. უბრალოდ დაიდო ხელი შემტკივენ ადგილზე და უთხრა, ღმერთო, შენ მკურნალი ხარ. შენ მკურნალი ხარ, ჩემო უფალო. შენი სახელი ჩემთვის ძლიერი კოშკია და ეხლა ჩემი გაჭირვებით მოვდივარ შენთან, ჩემო ღმერთო. ჰალელუია. თუ რაიმე ცხოვრებისეული ისეთი საჭიროება გაქვს, რომ არსაიდან არ ჩანს სინათლე, უთხარი, ღმერთო, შენ ახარ უზრუნველყოფელი ჩემი. ღმერთი სასწაულების ღმერთია. მიენდე მას. ეს არ არის ზურფასებო, რასაც ვლაპარაკობ ახლა, ეს არ არის ზარმაცი ადამიანების საქმე. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რა კარგია? ხელი ხელზე შევოვიდებ, ვაღიარებ, რომ ღმერთი დამაკმაყოფილებელია და ყველაფერი მოვა ჩემ ცხოვრებაში. კარგი სახლი, ლამაზი ცოლი, კარგი მანქანა, ბევრი ფული, ეს არის წარიელი ოცნებები. მაგრამ ღმერთი დამაკმაყოფილებელი, უყურებ შენ მდგომარეობას. თუ არ გაქვს სამსახური, ღმერთი არ ჩამოგიყრის ზევიდან ფულს, გამოგიჩენს ღმერთი. იშოვი რაღაცას. შენ უნდა იმუშაო და იშრომო. უნდა აკეთო რაღაც. პირიქით გეტყვით ზურფასებო ისეთ ადამიანებს, ვისაც მუშაობა არ უნდა. მოციქული პავლე ამბობდა, ეკლესიას ეუბნებოდა, რომ შეაგონეთ ასეთებსო, ვისაც მუშაობა არ უნდა, ვინც ხვის კისერზე ცხოვრობს, შეაგონეთ ასეთებსო. და თუ არ მოგისმენთო, ეკლესიის წევრებზე იყო ლაპარაკი, შენი შვანზე გყავდა თაყვანილიო. ჩემო ზურფასებო, ღმერთი აკურთხებს ჩვენ მარჯვენას. ღმერთი აკურთხებს ჩვენი ხელის ნამოქმედარს. ჩვენ გვჯეროთ ეს ღმერთისა. ცოცხალ ღმერთს დიდება და მადლობა. ძლიერი კოშკი ზურფასებო მინდა გითხრათ. ეს არის დაცულობისა და სიმტკიცის სიმბოლო. ყველა ვიცით ზურფასებო, აღარ დავიწყებ ამის ახს და განმარტებას უძველეს ქალაქებში ციხესიმაგრეები და ჩვენ ისტორიულ ძეგლებსაც თუ გადავხედავთ, ეს ციხე ქალაქები იყო, რატომ? ომის დროს შერბოდა ხალხი, მოსახლეობა აფარებდა თავს, ეს იყო დაცული ადგილი.
მაგრამ სულიერ სფეროში ზრფასება როგორც ის ადამიანები გრძნობდნენ დაცულად იმ კოშკს რომ შეეფარებოდნენ რომ მტერი ასე ადვილად ვერ მიაღწევდა ასეა ჩვენთვის ღმერთის სახელი ძლიერი კოშკი ეს არის ჩვენი სულიერი საყრდენი ეს არის ჩვენი დაცვა ჩვენი უზრუნველყოფა ცოცხალ ღმერთს დიდება რადგან შენ ახარ ჩემი მფარველი ფსალმუში წერია 63 რადგან შენ ახარ ჩემი მფარველი ძლიერი კოშკი მტრისაგან დამცველი ნახეთ ზურფასებო აქაც შედარება არის გაკეთებული ჩვენი მტერი როგორც ლომი მყირალი ისე დადის ჩვენს გარშემო ქრისტიანებს მტერი ყავს ეს ეჭვმაკია ქრისტიანებს მტერი ყავს რომელიც გამუდმებით 24 საათის განმავლობაში მას არ ძინავს ფხიზლობს ჩვენი უფალი ფხიზლობს რფასებო ასევე მინდა გითხრათ რომ გამოთქვაც კი არის ეშმაკს არ აზინავსო და მახსოვს ერთხელ არ ვიცი ძმაგია სახსოვს თუ არა ეს ფრაზა ვიღაცა რო თქვა ძმაგიეუნება თუ ეშმაკს არ აზინავსო ჩვენ ღმერთს რა ზინავსო ჩვენი ღმერთის ფხიზლობს რფასებო ჩვენი ღმერთი ფხიზლობს ჩვენ სულებზე და ეშმაკი ფხიზლობს იმაზე რომ ჩვენი სულები დაღუპოს მაგრამ ჩვენი ღმერთი ძლიერია ჩვენი ღმერთი რომელიც ფხიზლობს ის ძლიერია მისი სახელი ძლიერი კოშკია თავარია შენ შინაგან ადამიანში იმ შენი სულის მტერს ადგილი არ დაუთმო ადგილი არ დაუთმო უპატიებლობით შურით შუღლით ამპარტავნებით არ დაუთმო ადგილი მას დაუთმე ადგილი ღმერთს რომელიც შემოდის შენს გულში პატიებით თავდაბლობით სიყვარულით ჰალელუია ღმერთს დიდება და მადლობა იესო ქრისტემ ხო თქვა მოდი ჩემთან ყველა მაშვლალო ტვირთმძიმენო მოდითო ჩემთან აიღეთო ჩემი უღელი და ჩემი უღელი მსუბუქია რა უღელზე ლაპარაკობდა იესო ისავლე ჩემგან იმიტომ რომ მე მშვიდი და გული თავდაბალი ვარ ისავლე მორჩილება ისავლე თავდაბლობა იესო ქრისტემ თქვა რომ ის თავდაბალი იყო და იესო ქრისტე გვეუბნება ჩემგან ისავლე ჩემოშვილებო რა უნდა ვისავლოთ მისგან თავდაბლობა მორჩილება ეს უღელია იესო ქრისტესი და თუ ამას დავიდგავ ჩვენი ცხოვრება გაცილებით ხარისხიანი იქნება სულიერად ჩვენი ცხოვრება გაცილებით უფრო საინტერესო იქნება ღმერთთან სიახლოვეში ისავლეთ ჩემგან იესო არ გვასწავლის ჩვენ ამ პარტავნებას თუ ვინმე ამ პრობლემას განიცდით რომ ამ პარტავანი ხართ იცოდეთ ქრისტეს ბუნება არ არის ამ პარტავნება ქრისტე არ გვასწავლის ამ პარტავნებას თუ შე ვერ გიპატიებია იცოდე რომ იესო ქრისტემ პატიებელია იმას არ უსწავლებია ჩვენთვის და არ გვასწავლის უპატიებლობას ჩამონათვალი შეიძლება ძალიან გრძელი იყოს რაც ნეგატიურია იცოდე იესო ქრისტე ამას არ გვასწავლის და არ გვეუბნება ეს ისწავლეთო ჩემგან იესო ქრისტე გვეუბნება მისგან ვისწავლოთ ყველაფერი ის რაც კარგია ყველაფერი ის რაც წერილის მიხედვით არის არჩევანი შენზეა ვისგან გინდა ისწავლო ჰალელუია გინდა ქრისტესგან ისწავლო ვის უნდა ქრისტესგან ისწავლოს მოდი ერთმანეთს უთხრით მე მინდა ქრისტესგან ვისწავლო ჰალელუია მოიდრიკე გული მის წინაშე მოიდრიკე გული მის წინაშე თუ აქამდე არ ასწავლობდი მისგან ესე იგი ვისგან სწავლობ უპატიებლობის მამა ეშმაკია ამ პარტავნების მამა ეშმაკია ცოდვის მამა ეშმაკია სიცრუის მამა ეშმაკია თუ შენ ამ ყველაფერს პრაქტიკაში ატარებ ვისგან სწავლობ ვინ არის შენი სულიერი მამა ოდესღაც ფარისევლებს ეწყინათ კიდეც როცა იესომ უთხრა თქვენი მამა ეშმაკი არისო ვისგან სწავლობ თქვენ ჩვენი მამა ღმერთი არის და ჩვენი მამისგან უნდა ვისწავლოთ ეშმაკი ცდილობს რომ ჩვენ მისგან ვისწავლოთ და მოგწყვიტოს მამას მაგრამ ღმერთის დიდებული სული ჩვენ შორის არის არ მის ეშმაკს უფლება ჩადგეს შენსა და ღმერთ შორის მისი მადლით ჩვენ გვაქვს ამისი ძალა წინ აღუდგეთ რომ მოშორდეს ჩვენგან ჩვენი ცხოვრებიდან ჩვენი აზრებიდან
ჩვენი გულებიდან იესო ქრისტეს სახელით. და იესო ქრისტეს წმინდა დაღვრილმა სისხლმა მოიცვას მთლიანად ჩვენი არსება თავისი სიწმინდით და ჭეშმარიტებით, სადაც ეშმაკს ადგილი არ აქვს. ჰალელუია. ვეტყვი უფალში, ჩემი თავშესაფარი და სიმაგრე ხარ. ჩემი ღმერთი ხარ, შენ გენდობი. ნახეთ, მოდი ვისწავლოთ დავითისგან. მოდი ერთად გავიმეოროთ. ვეტყვი უფალს, ჩემი თავშესაფარი და სიმაგრე ხარ. ჩემი ღმერთი ხარ, შენ გენდობი. აი ლოცვის მაგალითი. აღიარე ხშირად, იკითხე და ნახეთ, საკარგად ამბობს დავითი, რომ ვეტყვი უფალსო. ვეტყვი უფალს, უფალო ჩემი თავშესაფარი ხარ. ჩემი სიმაგრე ხარ, ჩემი ღმერთი ხარ, შენ გენდობი. ეს არის ზურფასებო სიტყვები, რითიც ლოცვაში ჩვენ ხოტბას ვასხავთ ღმერთს, ვემადლიერებით, ვლოცულობთ, ვაღიარებთ მის დიდებულებას. და როგორ ფიქრობ, თუ შენ ადამიანი ამაში ცხოვრობ, ეშმაკი მოგეკარება? მას უნდა რომ მოგეკაროს, მაგრამ შენში ადგილი არ აქვს. იმიტომ რომ შენ ღმერთს ენდობი, შენ ყოველ დღე დილით რო ადგები, შენ უკვე იმას ამბობ, ღმერთო, შენ ახარ ჩემი მფარველი. შენ უკვე იმას ამბობ, ღმერთო, შენ გენდობი. ღმერთო, შენ ახარ ჩემი თავშესაფარი, ჩემი სიმაგრე. რამდენმა ჩვენთაგან მოვთქვით დღეს დილით, როცა თვალი გავახილეთ. ოფიციალურ ლოცვაში დადექი თუ არ დადექი, ამას არ აქვს მნიშვნელობა. რამდენმა ჩვენთაგან მოვთქვით, ღმერთო, ჩემი თავშესაფარი ხარ, ჩემი სიმაგრე ხარ, ჩემი ღმერთი ხარ. წმინდა წერილი გვაძლევს ამის მაგალითს, ამიტომ როდესაც დილა გათენდება, აღიარე მისი სიმაგრე შენ ცხოვრებაში, აღიარე რომ შენი თავშესაფარია, აღიარე რომ შენი ღმერთი არის და მთელი დღის განმავლობაში არ დაგავიწყდეს რომ ის არის შენი ღმერთი. ჰალელუია. დიდებული არის შენი უფალი შემოძრფასება. კიდევ რას მინდა გითხრათ, კეთილია უფალი. ნაუმის პირველი თავის მეშვიდე მუხლი. კეთილია უფალი. ნახეთ შემდეგი ფრაზა, თავშესაფარია გაჭირვების დღეს. უბრალოდ ჩემამდე ვერ მოდის ერთი რამე. ადამიანი თუ კითხულობს ამ სიტყვებს, თუ ამ სიტყვაში ცხოვრობს და იკვებება ამ სიტყვით, შეუძლებელია ამ სიტყვამ არაფერი მოგიტანოს ცხოვრებაში. კეთილია უფალი. თავშესაფარია გაჭირვების ჟამს, ცნობს მასზე მინდობილებს. ნახეთ ზურფასებო, ყველა სიტყვას მნიშვნელობა აქვს. თავშესაფარი არის. გაჭირვების დღეს შეიძლება ადამიანმა შეაფაროს თავი, მაგრამ ნახეთ რა წერია, ვისაც ცნობს უფალი, დაგავიწყდეთ უკვე, მასზე მინდობილებს. უფალი ცნობს მასზე მინდობილებს. ჰალელუია, ღმერთს დიდება. ცნობს სიტყვა პირობითად არის, რა თქმა უნდა. უფალი ყველას ცნობს, ყველას ხედავს, მაგრამ ცნობა, რომ ცნო, ეს სხვა რამე არის. შეიძლება იცოდე ვიღაცის შესახებ, მაგრამ ცნო, რომ შენ გენდობა, ეს სხვა არის, ეს შენი მდგომარეობაა. თუ შენ ენდობი, უფალი შენ ცნობს, როგორც მასზე მინდობილ ადამიანს, რომელზეც უნდა აღსრულდეს ის აღთქმა, რაც უფალმა თქვა. ჰალელუია. როგორც ძველ დროში კოშკი იცავდა ხალხს, ასე შემოზურფასებო ღმერთი იცავს მათ, ვინც მას მიენდობა. ამენ. ჰალელუია. ამიტომ ზურფასებო, ჩვენ გვხვდება ყოველდღიური გამოწვევები. გამოწვევები შეიძლება გქონდეს სირთულეები სამსახურში, ოჯახში, ფინანსური პრობლემები, ჯანმრთელობა, როგორც უკვე ვთქვით. პრაქტიკული ნაბიჯი, რომელიც უნდა გადავდგათ ასეთ დროს, როგორც უკვე გითხარით, დღის დასაწყისშივე გაიხსენე, რომ ღმერთია შენი ძლიერი კოშკი. ჰალელუია. და მასთან ლოცვით დაიწყე დღე. პრაქტიკული გამოსავალი გინდა ეს არის. დაიწყო დღე, დაიწყე უფლის სახელის აღიარებით. დაიწყე ლოცვით და დაიწყე მასთან ურთიერთობით. მრავალ ადამიანს ხომ დაავიწყდა ლოცვა. კვირიდან კვირამდე, მსახურებიდან მსახურებამდე. მაგრამ ღმერთს უნდა ყოველ დილით, თუ სახში ურწმუნოები ყავს, თუ სახში არ ყავს ის ხალხი, ვისთანაც შეგიძლია თავმად ილოცო,
შენი გული ხედავს უფალი, ყველაფერს ხედავს და უთხარი უფალო. შენ ახარ ჩემი თავშესაფარი. შენ ახარ ჩემი უფალი. იურთვე უფალთან. მოძებნე დრო, ნუ დაიწყება დღე, რომ ღმერთის სახელი არ გახსოვდეს. ჰალელუია. დიდება ჩვენ ცოცხალ და მარადიულ ღმერთს. ჰალელუია, განდიდეს მისი მარადიული სახელი. მეორე რაც მინდა გითხრათ ძვირფასებო, ჩვენი ღმერთი მშვიდობის ღმერთი არის ვთქვი წეღან. მშვიდობაა მისი სახელი. იეჰოვა შალომ. ის არის ჩვენი უფალი. ამიტომ როცა რაიმე შფოთო გაქვს, სტრესი გაქვს, შეგიძლია ამ ყველაფრის დაძლევა. ღვთისმფარველობითა და რწმენით. დეპრესიულ აზრებს შეიძლება შეეწინააღმდეგო. დაიცავი შენი თავი, გაძლიერდი. შემოუძახე შენ თავს. და ერთი რამე მინდა გითხრათ, დღესაც უზიარებდი ერთს. როცა შემოტევები ქონდა ჩვენ წლების წინ, ვის ახსოვს, ვის არ ახსოვს, არ ვიცი. როცა შესაკრებელი ადგილიც არ ქონდა და შემდეგ როცა დავიწყეთ ისევ შეკრებები იმდევნის შემდეგ, ჩვენი მტრები ყოველ კვირას გვემუქრებოდნენ, რომ მოვიდოდნენ და დაგვესწრებოდნენ თავს. და იცით ვლოცულობდი, პასუხისგებლობა ამხელი, ბავშვები მოდიან, ქალები მოდიან, ხალხი მოდის, როგორ გავაკონტროლო ეს სიტუაცია, პასუხისგებლობა ჩემზე არის და რომ ვლოცულობდი ერთ დღესაც ღმერთო, აი ამ კვირასაც რომ მოხდეს რა გავაკეთო. დეპრესია იყო, აბარა იყო. ვლოცულობ და აი ამ ლოცვის დროს არის აფორიაქება, ზეწოლა. ვეუბნები უფალო, პასუხი მჭირდება შენგან. ღმერთო, მიპასუხე შენ. და რო ელოდები. ასე დროს რას ელოდებით? უფალი დაგელაპარაკება და გეტყვის. შვილო ჩემო, გამტკისდი, გამაგრდი და მთელი დარიგებები. ხო, ასე წარმოგიდგენია. ამ დროს ისი სულიწმინდის ხმა რო არ ვიცოდე, შეიძლება ეჭვი შემპაროდა. ამ დროს უფალი მეუნება. ადე კიდე გაისეირნე. ვერ მივხვდი უცბად. მაგრამ ის კი ვიცოდი, რომ უფლის ხმა იყო. მე არ ვიცი ასე დროს სხვა რაღაცას ველოდებოდი, რომ სულიწმინდის ძალა გრიგალივით დაეშვებოდა ჩემზე, ამავსებდა დავანგრევდი იქაურობას. მაგრამ მოусმინე. ავდექი წვერი გავიპარსე, ჩავიცვი, გამოვედი ქუჩაში, გავისეირნე, გაზაფხულის მშვენიერი ამინდი. აი თან ფოთოლი რო გამოდის და ყვავილი რო გამოდის, როგორი სურნელი არის ხოლმე. ბავშვები, ჟრიამული, ხმაური, სიცოცხლე ჩქეებს ჩემს გარშემო და მე კიდე მუხლებზე ვიდექი დეპრესიაში. ღმერთმა გამომიყვანა იქიდან, ისე რომ გამოვედი, უცბად გადამეყარა გულზე ყველაფერი. თუ მანამდე ლოცვის დროს ვამბობდი, ღმერთო, რომ მოვიდნენ კიდე, რა მოვიმოქმედო. იმ დროს იცი რა ვთქვი? მოვიდნენ და მოვიდნენ. აღარაფერი მადარდება. ვიცოდი იმ დროს რომ ღმერთი იყო, ჩვენი მფარველი, ღმერთი იყო ის, რომელიც ჩვენი ძლიერი კოშკი იყო. დამთავრდა ჩემი დეპრესია ამით. ამიტომ ვინც დეპრესიაში ხართ, გაიხარეთ ცხოვრებით, გადახედეთ ცხოვრებას. გაიხალე ისეთ გულები, წაიკითხეთ ბიბლია, დატკბით იმით, რაც გაგაჩნიათ. ნუ დარდობთ ეს სადარდებელი ღმერთს, მიანდეთ, არ მოკვდები, არაფერი არ მოგივა. ღმერთია შენი მფარველი. ადამიანები ხშირად წლობით სახლიდან არ გამოდიან, რაღაცა მომივა, მოკვდები, არ მოკვდები ამბობს უფალი. ღმერთს კიდევ საქმე აქვს შენთან. ღმერთს კიდევ რაღაცები უნდა შენი მხრიდან გააკეთოს. ყველაზე დეპრესიული ადამიანი ვინც ახართ ამ დარბაზში, მინდა გითხრათ, ღმერთს შენთან მუშაობა არ დაუმთავრებია. ღმერთს უნდა შენი მხრიდან რაღაცების კეთება. უბრალოდ გამხნევდი. გამხნევდი, იმიტომ რომ წემსაც აქვს ხოლმე დეპრესიები. მარტო თქვენ არ ახართ ასე. ჩვენს გვაქვს ხოლმე სიზნელეები ცხოვრებაში, მაგრამ უფალი მოდის. ამ დროს არ ამჭირდება ფსიქოლოგი, არ მჭირდება წამალი, მე თვითონ ვიცი, ჩემი წამალი, ეს არის ღმერთის სიტყვა, ეს არის ღმერთზე მინდობა ისევ, ეს არის ლოცვა, ეს არის გამხნევება, ეს არის დეპრესიის წამალი. შემოზრფასებო, მოდი შევეფაროთ ღმერთის ძლიერ სახელს. ამინ. დიდებული არის ჩვენი უფალი. მინდა რამოდენიმე ბიბლიური მაგალითის მოგიყვანოთ თქვენ, იმიტომ რომ
ყველა ღმერთის რწმენის გმირის ცხოვრებაში იყო, როცა მათ ჭირდებოდა თუფარი. და თუ კი რამე დიდებულ საქმეს ვკითხულობთ ბიბლიაში, ეს იყო დამსახურება იმისა, რომ ეს ღმერთის ხალხი შერბოდა იმ ძლიერ კოშკში, რომელიც ღმერთის სახელი იყო. და როგორ იყენებდნენ ამ სახელს ძვირფასება? იმიტომ რომ დავითი მეფე ავიღოთ, ეს ცნობილი ისტორია არის და ალბათ ხშირად მოგისმენიათ და დეტალურად აღარ ახსნი. დავითი ეს ის ადამიანი იყო, რომელიც მაინც და მაინც დიდი ავტორიტეტით არ სარგებლობდა მამამისის სახში, იმიტომ რომ ყველაზე უმცროსი იყო. როცა ისრაელი საბრძოლველად გავიდა, მისი უფროსი ძმები წავიდნენ, დავითი იმ ასაკშიც არ იყო და იმ მდგომარეობაში, რომ ბრძოლაშიც კი წაეყვანათ. მაგრამ იცით რა ჰქონდა დავით ძვირფასებო? ის ადიდებდა ღმერთს. მას ჰქონდა ყველაზე ძლიერი თვისება, თუნდაც იმ პერიოდში ის ღმერთის განმადიდებელი იყო. და როცა მივიდა ბრძოლის ველზე და ძმებს საჭმელი მიუტანა, ძმებმა ჩხუბიც კი დაუწყეს. შენ ისეთი ამაყი ხარ, აქ მოხვედი, იმიტომ რომ ბრძოლას უყურო და ასე შემდეგ. მაგრამ დავითმა როცა დაინახა ძლიერი მებრძოლი გოლიათი, რომელიც ლანძღავდა ისრაელის ღმერთს, მის გულში რაღაცა ინთო. და როცა ბრძოლაში გასვლა დააპირა, ეუბნებიან რომ ის ბავშვი იყო, ის კიდევ ბრძოლაში გამოსტილი მებრძოლი იყო, მაგრამ დავითმა რა უთხრა? მამაჩემის ხრებს რომ წემსავდიო, თუ დაეცემოდა ფარას ლომი ან დათვი და მოიტაცებდა რომელიმე ცხვარს, ჯერ დახვირებდა და თუ არ გააგდებდა ვეწეოდი და ხახას უხევდი და იქიდან ვაცლედიო. ესე იგი მას განცდელი ჰქონდა ძვირფასებო, ღმერთთან სიახლოვეს რა მოჰქონდა მის ცხოვრებაში და როდესაც საბრძოლველად გადის, რას ეუბნება? შენ მახვილითა და შუბით და ფარით გამოდიხარ ჩემთან. მე კი დაუფიქრდით, საბოლოოდ უფლის ისრაელის მხედრობის ღმერთის სახელით მოვდივარ შენთან, რომელიც შენ შეურაცხავე მისი სახელით. ჰალელუია. როგორ გამოიყენა უფლის სახელი დავითმა? როგორ გამოიყენოთ დღეს ჩვენ უფლის სახელი? დავითს არ ჰქონდა საკუთარი თავისი იმედი ძვირფასება. ჩვენ არ უნდა დავდოთ იმედი ჩვენ საკუთარ უნარზე, ჩვენ საკუთარ იარაღზე, არამედ უფლის სახელზე უნდა დავამყაროთ ჩვენი იმედი. ჰალელუია. არის ხოლმე ესეთი ცოტა მსუბუქი აღიარებები არის ხოლმე მაგი ჩვენ ფეხქვეშ არის და მთელი რიტუალი არის ხოლმე რომ ფეხებს ატყაპუნებენ რომ აი ჩვენ ქვეშ არისო, მაგრამ იმსახურები და რო გადიან თვითონ არიან იმის ფეხის ქვეშ. ჩემო ძვირფასებო, ჩვენი იმედი ჩვენი საკუთარი შესაძლებლობები არ არის. ეშმაკი ხელწამოსაკრავი ამ კუთხით არ არის. ის ძლიერი ანგელოზი იყო და მას ის ძალა შერჩენილი აქვს. მას დრომდი აქვს მიცემული ძალაუფლება, მაგრამ ჩვენი იმედი ჩვენი ღმერთია, რომელსაც დაბმული ძაღლებით აყავს ეშმაკი და თუ ღმერთის ნება არ იქნა შენ ცხოვრებაში, ის ახლოს ვერ მოვა შენთან. თუ სადღაცას მოგიახლოვ და კიდეც შენ რაღაცით იცდები, რაღაცას სწავლობ, რაღაცას გასწავლის უფალი, ნუ გეშინია. ნუ გეშინია. თუ შემოტევები გაქვს, ნუ გეშინია. ხშირად ადამიანს გულისხმები აქვს, შემოტევები აქვს, აღარ იცის რა ქნას, არ იქაც ძმებო ჩემთვის ილოცეთ, მაგრამ არ გიფიქრია რომ ამ დროს ღმერთი გასწავლის სულიერ ბრძოლას? არ გიფიქრია ამ დროს რომ თუ ერთხელ გაგანთავისუფლა ღმერთმა რა მეორედ არ შეუძლია შენი განთავისუფლება? მაგრამ თუ აყოვნებს ღმერთი რაღაცას გასწავლის, იფიქრი ამაზე. გწვრთნის შენი უფალი. გწვრთნის რომ ყოველთვის არ ეძახდეს სხვას, არ იქაც ძმებო, არ იქაც მწყემსებო, ილოცეთ ჩემთვის დამეხმარეთ. ყოველთვის შენს გვერდით ვერ ვიქნებით. მაგრამ ის ღმერთი ყოველთვის შენს გვერდით არის. და შენ უნდა ისწავლო ყოველთვის იმ ღმერთის ხილვა შენ ცხოვრებაში, ყოველთვის იმ ღმერთზე მინდობა შენ ცხოვრებაში. რა გირჩევნიათ? შევლოცლობდეთ თქვენთვის ყოველთვის თუ ცოცხალი ღმერთი იყოს თქვენს გვერდით და მას ენდობოდეთ. მე მგონი ეს ჯობია რა, რომ ცოცხალი ღმერთი იყოს თქვენ გვერდით. რომ ცოცხალ ღმერთს ენდობოდეთ, იცნობდეთ მას, იცოდეთ მისი დიდება. დავითმა იცოდა და ამიტომ უთხრა,
შენ შუბით იარაღით გამოდიხარ ჩემ წინააღმდეგ, მაგრამ მე ისრაელის უფლის მხედრობის სახელით გამოვდივარ შენ წინააღმდეგ და მან მოიპოვა გამარჯვება. ცოცხალმეს დიდება და მადლობა ამისთვის. ჰალელუია. აქედან რა გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ ჩვენ? დავითმა მიირბინა ფაქტიურად აი ამით რომ მიენდო განაცხადი გააკეთა და გავიდა საბრძოლველად მიირბინა ძლიერ კოშკთან, რომელიც ღმერთის სახელი იყო. ჩვენ აქედან ეს გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ, შემოძრფასებო, რომ როცა სირთულეები გვხვდება ცხოვრებაში, ვისწავლოთ უფლის სახელზე დაყრდნობა. ამინ. როგორც დავითმა გააკეთა, არა საკუთარ ძალებზე, მაგრამ ღმერთის ძალაზე. ცოცხალმეს დიდება და მადლობა. ჰალელუია. მე მახსოვს შემოძრფასებო. ბევრი რაღაც შემიძლია რომ გადავხედო ხოლმე ახლა ჩემ ცხოვრებას ისეთ რა კარგია ხანდახან ვიტყვი ხოლმე რომ აი იმ დროს ეს გამოცდილება არ მქონდა. როცა დღეს გამოცდილებას როცა იძენს ადამიანი თითქოს ბრძენი ხდები და უკვე გათვლებს აკეთებ, ამას შეიძლება ის მოყვეს, ამას შეიძლება ეს მოყვეს, მაგრამ თავის დროზე არაფერი გათვლა არ იყო. წადი და იქადა გესახარება, ემსახურე ღმერთს, აკეთე უფლის საქმე. დღეს შეიძლება საშიშროებების აწონდაწონვა დავიწყოთ ჩვენ, მაგრამ რო გადამიხედია, რა საქმეები გვიკეთებია დღეს, რო ვფიქრობ ამ გადასახედიდან, ალბათ დღეს რომ ამ გამოცდილებიდან გამომდინარე დამეწყო ფიქრი, აწონდაწონვა შეიძლება არ გაკეთებულიყო. განაცუდია გამოცდილება, სწორედ გამიგეთ. მაგრამ არის დრო, გამოცდილება, მაგრამ ადამიანები უნდა ვიყოთ შემართულები. ვაკეთოთ უფლის საქმე და ხშირად მინახეთ ცხოვრებაში. 22 წლის ვიყავი მსახურება რო დავიწყე. მთელი კომუნისტური რეჟიმი დაპირისპირებული იყო, ჩვენი წინათაობა ციხე გამოვლილი ხალხი იყო, ქრისტეს სახელის გულისთვის. და თუ საქართველოში ეკლესიები დაარსდა, მეტი წილი ეკლესიები დაარსდა იმ პერიოდში. ეს კი არა თავისუფლების პერიოდში, ხანდახან მომენატრება ხოლმე ის დრო. ეკლესიები დაარსდა მაშინ, როცა გვდევნიდნენ. ეკლესიები დაარსდა მაშინ, როცა სიზნელეები გქონდა ჩვენ. მაგრამ მინდობა მეტი იყო და ვამბობდი ჩვენი ღმერთის სახელით. ჩვენი ღმერთის სახელით. ძმები ჩადიოდნენ. იქ სადაც ეკლესია არ იყო, იწყებდნენ ქადაგებას. სამეზობლოში თუ ერთი მორწმუნე მაინც იყო. წინააღმდეგობები ყველაფერი იყო, მაგრამ დღეს იქ ეკლესიები არის. ღმერთს დიდება და მადლობა. დღეს ბევრ ადამიანს გონია კათედრიდან არის მსახურება, აქედან არ არის მსახურება მარტო. ეს ერთ-ერთი ნაწილი არის მსახურებისა, რომ ეკლესია გამოიკვებოს სულიერად, მაგრამ ჩვენი მსახურება ამ კათედრის მიღმაა. ჩვენი მსახურება ძურფასებო იქ არის, სადაც არიან ადამიანები, ვინც ელოდებიან ღმერთის სიტყვას. ამინ. შემოძრფასებო. უამრავი მაგალითი არის, თუნდაც დანიელი ავიღოთ ჩვენ. დანიელის ცხოვრებაში ჩანს, მოსეს ცხოვრებაში ჩანს. როცა ენდობოდნენ ისინი ღმერთს. და ერთხელ მოსემ ასეთი სიტყვები თქვა, ნუ გეშინიათ. მტკიცე დიდექით და იხილავთ უფლის მიერ ხსნას. უფალი იბრძოლებს თქვენთვის, თქვენ კი იყუჩეთ. სხვა თარგმანი რომ შვიდად ყოფილიყვნენ, უფალი იბრძოლებს თქვენთვის. და რა გააკეთა უფალმა? ზღვა გაყო. და ებრაელმა ხალხმა გაიარა. ეგვიპტელები როდესაც შევიდნენ, მათთვის დაიხურა ის ზღვა. წარმოგიდგენიათ? ვის ქონიათ ესეთი გამოუვალი მდგომარეობა, როგორც ისრაელს ქონდა? წინ ზღვა არის. უკან ტრიჟარი მოსდევს. ზღვას ვერ გადალახავენ. არ ახავდათ ხომალდები. უკან მტერი გამძვინვარებული მოსდევს. მოსემაც არის ის რა უნდა გააკეთოს. მაგრამ მან ილოცა და უფალმა უთხრა, შენი კვერთხი გაიწვდინე. მან გაიწვდინა უბრალოდ კვერთხი. კვერთხი ძალაუფლების სიმბოლო არის. აიღეთ ხშირად ეს ძალაუფლების სიმბოლო, თქვენი კვერთხები, იესო ქრისტეს სახელით და გამოიყენეთ ცხოვრებაში.
გამოიყენე შენი ავადმყოფობის დროს, გამოიყენე შენი გაჭირვების დროს, გამოიყენე შენი დეპრესიების დროს, გამოიყენე შენი უმუშევრობის დროს, გამოიყენე როცა გებძვის ეშმაკი და ცდუნებების წინაშე დგეხარ. ძალაუფლების კვერთხი. მოსემ გაიწვინა და გაიყო ზღვა. შეუძლებელი რაღაც მოხდა. გაიყო ზღვა და ებრაელმა ხალხმა გაიარა ამ ზღვაში. ეგვიპტელებისთვის არ იყო. მათთვის დაიხურა, რაც ამ ქვეყნისთვის დახურულია, შენთვის გახსნილია. ხშირად შეიძლება დაჩაგრულად გრძნობ თავს. ხშირად შეიძლება ვიღაცის მიერ დამცირებულადაც გრძნობ თავს, მაგრამ ნუ გეშინია. ღმერთის სახელს მოუხმე. ის რაც შენთვის გახსნილია, ვიღაცისთვის დახურულია. და გზაც რო არ იყოს, მახსოვს იმ სიძნელეების პერიოდში უფალი მეუნებოდა, გაიხსენე, მე გავყავი ზღვა და გავაკეთე გზა. გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს, მე მაგ გზები ამბობდა უფალი. მაგრამ გზაც რო არ იყოს, მე ახალ გზებს გავიყვან თქვენთვის. ჰალელუია. ქრისტეს ეკლესია ზურფასებო დასაკარგი ჩვენ არაფერი არ აქვს ჩვენ. უფალი მიგვიძღვის წინ. ისეთი უფალი, რომელსაც შეუძლია გაყო ზღვა. ისეთი უფალი, რომელსაც შეუძლია შეუძლებელი გააკეთოს ჩვენ თვალწინ და ჩვენ ცხოვრებაში. კითხვა რაშია? გჯერა შენ ამისი? გწამ შენ ამისი? თუ შენ რწმენაში მოიკოჭლებ და იმახსოვრეს სიტყვა დღევანდელ დღეს მე მჯერა უფალი გელაპარაკება ამით. შეუძლებელი არაფერი არ არსებობს. ამინ. მოდი ხმამაღლა ვთქვათ, შეუძლებელი არაფერი არ არსებობს. ჰალელუია. რა თქმა უნდა, ფანატიკურად არ ვამბობ ეხლა რაღაცა ისეთი მოისურვო, რაც არ არის რეალური, არარეალურს რას ვეძახი მე. რაღაცა სისულელე, აიკვიატო. რაც ჩვენი ცხოვრებისთვის გვჭირდება, რაც ჩვენი ღვთისმოსაობისთვის გვჭირდება, მისთვის შეუძლებელი ღმერთისთვის არაფერი არ არსებობს. ღმერთის ნებაში, მის ხასიათში, მის ბუნებაში რაც ჯდება, მისთვის შეუძლებელი არაფერი არ არსებობს. ამენ. ხანდახან როცა ღმერთის ყოვლის შემძლეობაზე ვლაპარაკობთ, ასეთი ერთი ინტრიგული, ასეთი ინტრიგანული კითხვა, ღმერთს სიცრუის თქმა შეუძლია? არა, ესე იგი ყოვლის შემძლე არ ყოფილა. ძვირფასებო, ღმერთის ბუნებაში არ არის სიცრუე. კითხვაც კი აბსურდულია. ღმერთის ბუნება წმინდა, ღმერთის ბუნებაში სიცრუე არ არის. მის ბუნებაში არ დევს ეს და ბუნებრივია რაც არ დევს, იმას ღმერთი არც გააკეთებს. ჩვენი ღმერთი თავისი პრინციპების, თავისი ხასიათის, თავისი ბუნების მიხედვით მოქმედებს ჩვენ ცხოვრებაშიც. ჰალელუია. მე თუ ეხლა ვთქვი, რომ ღმერთისთვის შეუძლებელი არაფერია და მე ამერიკის პრეზიდენტი გავხდები, ვერ გავხდები. რატომ მეტყვი, ღმერთს არ შეუძლია? ღმერთს კი ყველაფერი შეუძლია, მაგრამ იმისათვის რომ პრეზიდენტი გახდე, ღმერთს გზები გააჩნია, განათლება უნდა მიიღო, იმ ქვეყნის მოქალაქე უნდა იყო და სანამ მივაღწევ იქამდე ცხოვრების წლები არ მეყოფა მოგვდები. ასეთ აბსურდულ რაღაცებზე კი არ ვამბობ, რომ ღმერთს ყველა შენი ღვთისმოსავი ცხოვრებისთვის, რაც გჭირდება, ღმერთს ყველაფერი შეუძლია. ამინ. ამიტომ ეხლა შემოზრფასებო, როდესაც ვილოცებთ, მინდა ლოცვისკენ მოგიხმო თქვენ. ყველა მოდი აქედან გამომდინარე, ნუ დაგვეძინება მორწმუნეებს. გვჯეროდეს რაც ღმერთის სიტყვაში წერია, ამინ. რასაც სიტყვა გველაპარაკება, ჩვენ ძვირფასებოა, გვჯეროდეს მისი. ამიტომ როცა ვილოცებთ ჩვენ, გვახსოვდეს ყოველთვის ძვირფასებოა, რომ ჩვენი მოქმედება მნიშვნელოვანია, ჩვენ უნდა მივირბინოთ აი ამ კოშკთან. როგორ ხდება მირბენა? ჩვენი ლოცვები რწმენით, იმედით, რომ ღმერთთან ურთიერთობა დაიწყო, ღმერთთან ურთიერთობაში მოხვიდე, ის რომ შენ დილიდანვე უკვე ღმერთს იყენებ შენ ცხოვრებაში, იმ ძლიერ კოშკს, როცა ღმერთს მიმართავ შენ, აღიარებ რომ ის შენი თავშესაფარია.
როცა ენდობი მის სიტყვას, ღმერთი ცნობს მასზე მინდობილებს. ამინ.